მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოდით ვნახოთ რა ბედნიერება მოდის თქვენთან. აი რა ბედნიერება. ეს ცოტა აკეთ. რა ბედნიერება მოდის თქვენთან. დღეს ხათაშორის ჩავწერეთ ძალიან მაგარი გაშლა. გრძელი სადაც გვაქვს ჩვენ ვიდეო. თუ ვინმეს გაინტერესებთ რა შეთქვენი უნიკალურობა ნახოთ აუცილებლად. ვნახოთ რა ბედნიერება მოდის თქვენთან. მე მინდა რომ თქვენ იყოთ პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, მე არის შედეგი ჩვენი ცხოვრების ის. მიხვდით? და დღეს რაც არის თქვენ ცხოვრებაში, ის არის თქვენი ადრინდელი ფიქრები. ამიტომ განიწყეთ ყოველთვის იმით რომ მიიღეთ ის უარყოფითი რაც არის, კი ბატონო, არსებობს, კი არის, მაგრამ ფიქრეთ კარგზე. რა ბედნიერება ჩქარობს თქვენს ცხოვრებაში. სულ მალე, მოდით ავიღოთ ერთი თვის განმავლობაში. რა ბედნიერება აქ რაღაცა ტუზი იყოს სხვათა შორის ასების. ნახოთ, რა ბედნიერება მოდის თქვენთან. რა ჩქარობს. რაღაცა რა ჩქარობს. აქ სხვათა შორის მოდის ძალიან დიდი ენერგია. პირველ რიგში მოდის ძალიან უდიდესი ენერგია თქვენს ცხოვრებაში. რაღაცა შეტყობინება სხვათა შორის. ვიღაცისთვის ეს იქნება წერტილოვანი ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ არის ეს რა ქვია, იუსტიცია და დასების დედოფალი. ანუ აქ არის როგორი მომენტი, იცით, თქვენ აუცილებლად გაგეხარდებათ აქ რაღაცა შედეგი, თუ რამე საბუთზე გქონდათ პრობლემა სიტყვაზე, ხო? დაუშვათ, ახლა ნუ ეს არის ვიზა, ეს არის თქვათ, შეიძლება უბრალოდ აი პრავა, თქვათ, ნუ მართვის მოცმობა დაუშვათ, ხო? გინდა მიიღო, ეს არის. თუ გინდათ, ანუ სასამართლოში მოგება, ყველა ვარიანტში კმაყოფილი იქნებით იმით, ხო, რაც იქნება. რა მოდის კიდე აქ ახლა ვიღაცა თქვათ ელოდებოდა თუნდაც ახლა რომ ადამიანი რომელიც თქვენ გიყვართ მოვა დაუშვათ თქვენთან დიდი ანუ სერიოზული წინადადებით შეიძლება მოვიდეს, ხო? შეიძლება რამე წერილი მოგივათ ისეთი რომელიც აი სასიყვარულოს აი ძალიან გაგეხარდებათ. შეიძლება თუ ვინმესთან გქონდათ რამე კამათი ან რაღაცა თუ ეს საუბარი თქვენი სიმართლე გაიმარჯვებს და თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი მაგით, ხო? შეიძლება იყოს თქვა რაღაცას ვიღაცასთან იქნება წინსვლა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი თანამდებობა მოგცეს, რომელიც აი თქვენ ელოდებოდეთ და გაგეხარდებათ, იმიტომ რომ აი როგორ იტყვით, რომ ღმერთო, მადლობა ეს რომ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება კიდე რა სიხარული მოდის. აჰა, აი ფიქრობდი მეთქი ვიღაცასთან მოვა მეთქი იმპერატორი. აი ნახეთ როგორი იმპერატორი მოდის. აი ადამიანი, რომელსაც თქვენ დაიმსახურეთ. რას ნიშნავს დაიმსახურეთ? საერთოდ ჩვენ დავიმახსოვროთ ეს, რომ ყოველთვის ისეთი პარტნიორი ყავს ჩვენს გვერდით, რომელიც ჩვენ ვემსახურებთ, აი დავიმსახურე. ეხლა ნახეთ, იმიტომ რომ ადამიანი არ მოდის ტყილა უბრალოდ ჩვენ ცხოვრებაში, მოდის იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ჩვენს ამოცანებში. ეს უკვე მაქვს ეხლა დივიზად, იცით თქვენ აბა, ხო? მაგრამ დავიმსახურეთ რას ნიშნავს? დავიმსახურე, რატო? იმიტომ რომ თქვენ აი აქ ბევრი რაღაცა კარმული გაკვეთილები გამოვლილი. ესეც არის, რომ გამოდიხართ იმ კარმული გაკვეთილებიდან. მიხვდეთ ამ თქვენს პარტნიორთან, ნუ რომ ვისთანაც იყავეთ. ესეც ძალიან სასიხარულო თემა არის რა. და ეს აი თითქოს განთავისუფლდებით და ეგ მოგცემ თქვენ საშუალებას სხვათა შორის თქვენ მოდით ჯერ ხა რაც მოდის იმას გეტყვი ნაკადში ვმუშაობ. ეს მოდის ისე რა ქვია, თქვენი სიძლიერე სხვათა შორის საერთოდ იმპერატორი ეს არის როცა მე ვარ ძლიერი, უძლიერესი პროფესიონალიზმი, ჩემი როგორც იქნა დაფასდა. მე გავხდე აი დიდი პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ ის საქმე მე გულს, სულს, ყველაფერს ვდებდი ჩემს ენერგიას და ჩემი პროფესიონალიზმი დაფასდა. აი ეს მოდის დიდი სიხარული, ნუ ვიღაცასთან მოდის გეუბნებით. მამაკაცი, რომელიც თქვენ აი სერიოზული ურთიერთობისთვის, ანუ დაიმსახურე, ბევრი ნახე კარმა, ხო? გავიარე ბევრი გაკვეთილები, დავამთავრე ეს უკვე ყველაფერი, მივხვდი, გავიაზრე, ვიცი რანაირად რა მინდა, როგორ მინდა და უკვე შემოდის ადამიანი, რომელიც მართლა ღირსი ვარ მე უკვე რომ ვიყოთ ჩვენ, ანუ ბედნიერები, ვისაც მე მინდა რომ ვაჩუქო ჩემი სიყვარული, არა მხოლოდ უბრალოდ ხა ვაჩუქო რა, რომ აქ ადამიანი, რომელიც იმას დააფასებს, აი ესეთი ადამიანი შემოდის. კიდე რა გაგეხარდებათ? აქ უეჭველი ვიღაცასთან მოდის, სხვათა შორის ადამიანი მოდის თქვენთან, ნახეთ, შეიძლება როგორი თემა არის კიდე იცით?
ვიღაცისთვის ყოველთვის არა, მაგრამ შეიძლება ბიჭი, რომელიც არის ეხლა ეს ადამიანი არის ან პაუზაში, ან რაღაცა იმაში, რა ქვია, თუ ეს ძველი ბრუნდება, მოდით გეტყვით რა ხდება. ეს ადამიანი იყო ვისთან არის ეს ძველზე თუ საუბარი? ადამიანი, რომელიც იყო თქვენგან დაბლოკილი, ან თქვენ დაბლოკეთ, ან იმას ყავდით დაბლოკილი, ან ადამიანი იყო შეზღუდული სიტუაციებში, ან ადამიანს ჰქონდა რაღაცა თავისი პრობლემები, რომელიც უნდა დაემუშავა, რაღაცები, ხო? ადამიანი, რომელსაც ანუ ეშინოდა თქვენთან მოსვლა, რატომღაც თქვა, ნუ არ ვიყავი მე იმპერატორი, არ ვიყავი მე ჩემ ადგილზე, ანუ კაცურად არ ვიქცეოდე შეიძლება რაღაცა. აი აქ ეს ადამიანი თითქოს გამოდის ამ რთული სიტუაციიდან, კი, აქ რაღაცები გაიაზრა ამ ადამიანმა, კი, ნუ ჩუმად იყო ეს ადამიანი, დრო და სჭირდა მაგ ადამიანს ტრანსფორმაციაში იყო საშინელში. მართლა, აქ შეიძლება ზოგს დიდი პაუზა ქონდათ, ეს ადამიანი სხვათა შორის შემოვა როგორც ის სულ სხვანაირი, გაუცდები თითქოს რომ ღმერთო ჩემო ასე რამ შეგცვალა. მიხვდით? იმიტომ რომ სხვანაირი და ხო ეს უნდა მეთქვა რომ შეიძლება ეს ბიჭი სხვათა შორის იყოს პატარა, მაგრამ დიდი შეხედულება ქონდეს. ეგაც თქვენთვის ნიშანი რა. ნუ თუ დაუშვათ ეხლა ახალი ადამიანი, თქვა არავინ არ აყავთ ეხლა და ახალი შემოდის, იცოდეთ რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ტრანსფორმაციები გაიარა, მაგას დიდი ხანი ურთიერთობა არავისთან არ ქონდა, იცოდეთ და ეს ადამიანი ეხლა არის მზად იმისათვის, რომ ანუ ეძებს თვითონაც საყვარელი, ნუ ისეთ ქალს, რომელიც გამიგებს, რომელიცაც ვეყვარები და მეყვარება, აი ძალიან ისეთი ის რა ქვია, აი ესე და კიდე წამოვიდი ინფორმაცია უკვე დავიბენე. აი ეგეთი და მეორე კიდე აქ რას მაჩვენებენ, იცით თქვენ თვითონ თითქოს გაახალგაზრდავდებით, ნახეთ, თქვენში მოხდება აქ როგორი თემა, იცით? აი შეიძლება აქ даже არ არის ის რომ თქვა რაღაცა პროცედურებს, ნუ ზოგი შეიძლება კი აკეთებს, მაგრამ აი თითქოს შინაგანი არის, რაღაცა თქვენ შინაგანად გაახალგაზრდავდებით. მიხვდეთ რომ ყოველ შემთხვევაში მამაკაცები, აი გოგოებს თქვენ ეგრე დაგინახავენ რა, რომ რაღაცა გაახალგაზრდავდა, რაღაც შეიცვალა, აი ეს ინფორმაციაც მოდის, მაგრამ ეხლა ნახეთ, ახალი თუ არის ეს პარტნიორი ხო დაუბრუნდეთ. ესე იგი ამ ადამიანმა გაიარა ბევრი რაღაცები, ხო გეუბნებით, არ ქონდა მაგას არანაირი ურთიერთობა არავისთან. აქ გადიოდა ადამიანი იყო თავის რაღაცა თემებში და ეხლა მზად არის, როგორც გითხარით, უკვე დაიწყოს ურთიერთობა, თქვათ, ნუ ისეთ ქალთან, რომელიც თვითონაც არის, ანუ სათანა როგორ გითხრათ, ხო, ნუ ჩვენ ხო გოგოები რო იციან, მე მინდა სათანადო პარტნიორი, ეხლა იმასაც ეგეთი უნდა, გაიგეთ მამაკაცებს რა აბა, არ უნდა? აი ეგეთი ბიჭებო, თქვენთვისაც ეგეთი შემოდის და გოგოებო, თქვენთვისაც ეგეთი პარტნიორი შემოდის. გაიგეთ რა ხდება. ხო და თუ ძველზეა საუბარი, ხო? ესე იგი ეს ადამიანი გიბრუნდებათ, მაგრამ გიბრუნდებათ თავისი სიყვარულით, ან წელის მიიღებს, შეიძლება საჩუქარს მიიღებს, შეიძლება ყვავილებით მოვიდეს, ხო? მაგრამ დასერიოზულებული მოდის თქვენთან. მიხვდეთ რა ხდება? ეს გაგეხარდება ძალიან და აბა კიდე ერთი წამოვიღოთ, ნახოთ კიდე რა გაგეხარდება, ძალიან რა გაგეხარდება. ნუ აი ხო გეუბნებით ცვლილებები, მოდის, გამარჯვებული ხართ, ხო, გაგეხარდებათ ის, რომ აი თითქოს თუ რამე ორი ტუზი, ნახეთ, თუ იყო დაუშვათ რამე თქვენს ცხოვრებაში, აი ტყვილი, თუ რამე იყო, თქვათ, ნუ ვიღაცა აი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია არის აქ გამოვლილი და ახალი ეტაპი გეძლევა თქვენ ცხოვრებაში, ახალი ბედნიერება მოდის, ნახეთ, ბედნიერება მოდის, ეს მოიცადეთ ეს რასთან დაკავშირებით? აი უზომოდ ახალი, აი აქ ნახეთ, თქვენთან აქ თქვენ თვითონაც შეიძლება ბიჭებო თქვენთვისაც რა ნახეთ, აი ბიჭებისთვის ახლა ინფორმაცია იქნება. თქვენ თვითონ ეხლა ნამდვილად დაიმსახურეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვედეს ძალიან მაგარი ქალი. ულამაზესი, უჭკვიანესი, აი ძალიან ისეთი, აი ისეთი, რასაც აი რაც უნდა კაცს რომ გქონდეს ქალში, ხო? რასაც ეძებ თქვენ, აი ამას მოგცემენ, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც შეიცვალეთ, რაღაცა პერიოდები გაიარეთ რა, ბევრი რამე დაამუშავეთ, მიხვდეთ რომ აი იმ მიდგომით, რა მიდგომითაც მე ვიყავი ქალის მიმართ, ეგრე არა. თქვენ შეიცვალეთ და თქვენ გეძლებათ შანსი იყო ძალიან ბედნიერი მომავალში. აი ამ ქალთან. მიხვდით?
ბიჭებო, კი ბატონო, ნუ აქ დამუშავებული მოდის, კი ბატონო, რომ აი ადამიანს ქონდა ბევრი კითხვა, კი. ნუ просто უბრალოდ იმას, ხო. იმიტომ რომ ნახეთ, თვითონ ეხლა ეს ვისთან, ხო? კი ბიჭესთვის, კი. ბიჭესთვის არის ეს სიტუაცია. თან თასების დედოფალი, თასების მეფე. აი წყვილად მოდიხართ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ იმპერატორს აქვს ხა 4-ვე იპოსტასია შედის, მაგრამ აი აქ ადამიანი მოვიდა იმით რომ მიხვდა მაგან იქ სადაც იყო რომ მე არ შემიძლია, მე მაგის გარეშე ცუდათა ვარ, ის არის ჩემი ვარსკვლავი, აქ თქვენ ორივენი ხართ მენტალურად ძალიან დაკავშირებული გულის დაკავშირება გაქვთ და შეიძლება ზოგს ახლა თუ ეს იცანი თქვენი სიტუაცია მანძილი გაქვთ ან როგორ არის იცი მედიტაციებში შეიძლება ერთმანეთზე საუბრებით თუ აკეთებთ მედიტაციას რა მაგრამ აი ეს თვითონაც ეს ადამიანი ნუ რა არის იცით აი თქვენზე ფიქრობს 24/7-ზე რა ასე რომ ვთქვათ და უბრალოდ ეხლა აი ეს მე რო გითხარით თქვენ და იყო სიტუაცია რა რაღაცა დახურული მაგ პერიოდში ამან მიხვდა რომ არ შეიძლება ის როგორც ვიქცეოდე იგრე არ შეიძლება მიხვდა რაღაცები ინსაიტი მიხვდა და აი ამ ტრანსფორმაციამ ბევრი რაღაცა მოახდინა ამ ადამიანზე გაიგეთ იმიტომ რომ მიხვდა რომ აი ეს მე მომწეს ასეთი საჩუქარი და მე მინდა ბედნიერი ვიყო მინდა და მაგრამ შემიძლია ვიყო მხოლოდ მასთან ბედნიერი თუ ახალი გეუბნებით რომ თქვენ რომ დაგინახავს ეს ადამიანი იტყვის რომ აი ზუსტად ეს ხალი რომელზეც მე ვოცნებობდი მე მეგონა რომ უკვე ეგეთები არ არსებობს იმიტომ რომ აქ ადამიანი დიდი ხანი არ იყო ურთიერთობაში თუ ახალია და იმახსოვრეთ რა და უკვე ამ ადამიანმაც მიხვდა რომ უკვე გამოვიდა რაღაც ამ ტრანსფორმაციიდან და ფიქრობს რომ მინდა მე ეხლა ჩემს თავს მივცე შანსი მაგრამ უკვე ისე როგორც ვიქცეოდი ვერ მოვექცევი ქალს და იმიტომ რომ მაგას ის ჩემი ადრინდელი ქცევა მე არ მაძლევდა ბედნიერებას მიხვდეთ და ამიტომ ეხლა თუ მე მინდა ვიყო ბედნიერი ურთიერთობა შევქნა, ხო? ესე იგი მეც უნდა შევიცვალო სხვანაირად მოვიქცე, ხო? და თუ ძველი გეუბნებით, რომ მაგან აი ეს ტრანსფორმაციები ხო ურთიერთობა არავისთან არ გქონდა, იმიტომ რომ დრო კი გავიდა, რაც უფრო მეტი დრო გადის, ის უფრო ხდება, რომ მე მაგის გარეშე არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელიც მინათებს მე გზას, ეს მიზიდავს მე. მიხვდით? აი ეს არის გაიზარდა თითქოს რა ნახეთ თუ დაუშვოთ ეს მოდიოდა ადრე თქვათ ისე რა არასერიოზულად ეხლა თქვენ თვითონ თქვით რომ მე არასერიოზული ურთიერთობა არ მინდა თუ ვინმე შემოუშვებს სერიოზული ადამიანი შემოუშვებ და აი ეგეთი ადამიანის მოდის აი ნამდვილად მასე რა ეს გაკვეთილები გაიარა და აი ნახეთ გამოდიხართ რაღაცა მერყეობიდან შეიძლება თქვენშიც იყო რაღაცები არ გჯეროდათ მაგრამ აი ნახეთ ახალი სიყვარული მოდის, ან განახლებული მოდის თქვენთან, იმიტომ რომ აქ თქვენს ბევრი რაღაცები გაიაროთ. ნუ როცა ახლა კარმა არის აქვე, ესე იგი თქვენ თვითონ გამოდიხართ ამ კარმული თემებიდან და ნამდვილად, ნუ რაღაცა ძალიან გრანდიოზული გააკეთეთ და ამიტომ გვეუბნებიან მაღალი ძალები, რომ всё შენ დაიმსახურე, ნამდვილად უკვე ნახეთ ახლა თქვენ როცა იცვლებით, ხო? რატომ არის აი ეს განახლებული? თქვენ როცა იცვლებით თვითონ თქვენ თუ ხართ პარტნიორთან ურთიერთობაში, ხო? მარტო ის ხო არ არის, რომ დაუშვით ახლა ის პარტნიორი შენ გიბიძგებს, რომ შენში რა უნდა შეიცვალოს, ხო? შენ თუ დაუშვით უარყოფ ამას და ზიხარ ისე იმ შენ პრინციპებში, ხო? არაფერი არ მოხდება. 15 კაცი შეცვალე, მაინც იგივე იქნება ან ქალი, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ შენ როცა თვითონ იმას კი არ უშვერთ იც, რომ აი ეს მისი ბრალია მან შეიცვალოს, მე კარგი ვარ, ხო? არაფერი არ გამოვა დამიჯერეთ რა მართლა მაგრამ შენ როცა უფიქრდები იმას რომ იქნება და მოდი აბა და გავიხსენო აი ერთი და იგივე რატო გვაქვს ჩვენ დაუშვით ჩხუბი ხო აი რა პრეტენზია აქვს ამას ხო დაუშვით აი რაღაცა იქნება ჩემშია მართლა ეხლა ხო შეიძლება რომ თქვა ერთი და იგივე და რა არის ხო აი ეს არის სხვათა შორის მთხოვეს გოგოებმა ეხლა ვინც არის ჩემთან ტრენინგზე სურვილების ასრულებაზე ურთიერთობაზე ტრენინგი და მართლა გავაკეთეთ
ძალიან მაგარი რაღაც ინფორმაციები მაქვს და გავაკეთებ. და აი ზუსტად ნახეთ, ახლა ნუ ვისაც გინდათ, მე შეგიძლიათ support-ში მიწეროთ, ახლა ჩემ დახმარ ჯგუფს და გეტყვიან. ანუ ნახეთ აქ რა ხდება, შენ რო იცვლები, შენ რო შენ თავზე მუშაობ, მე ისიც იცვლება შენს გვერდით. იმიტომ არის ზოგჯერ როცა ადამიანები თქვათ, ახლა დააშორებენ ადამიანებს, არის რაღაცა პროცესი, ამაზე ვამბობ სულ, რომ მინდა რომ ეს გაიგოთ, რომ არ არის პაუზები, არ არის, აი ყველა ვიდეოში ლამის ამაზე ვამბობ, რომ არ არის ეს ტყუილა უბრალოდ, რომ თქვენ მაგ პერიოდში არ ენერგიულოთ, არ იტიროთ, თავი არ ურახუნოთ კედელს, არა. მაგ პერიოდში თქვენ უნდა გააკეთოთ რაღაცა ეს პროცესი გაიაროთ, რომ რისთვის, რატო, რა შემიძლია გავაკეთო მე. აი ჩემზე რა არის, აი მე კიდე ჩემს თავზე, თქვენს თავზე იმუშავეთ. მიხვდეთ, თქვენში რო დაიწყება ცვლილება, იმასთან წავა ეს სიგნალებით რა, რომ всё, შეიცვალა, ნახა დაფიქრდა, უკვე სხვანაირია, ისიც მოდის შეცვლილია. მიხვდეთ, იმიტომ არის ეგა გეუბნებით, რომ ადამიანები იცვლებიან, ამას არავინ არ დამაჯერებს. იცვლებენ, უბრალოდ შეიძლება ჩვენ ნახეთ, აი ზოგჯერ არის პატარა ცვლილება, ხო? აი თქვა, ნუ ძალიან გრანდიოზულად ახლა არ შეიცვალა ადამიანი, მაგრამ პატარა რაღაც აი შეიცვალა, დაიჭირე, დაინახეთ, ხო? აჰა, იმუშა. კიდე შეიძლება რაღაცა პროცესი, კიდე რაღაცა მოხდეს, იმიტომ რომ მუშაობა არის ურთიერთობა. მე გეუბნებით, აი წინა იმაში გიხსნით თქვენ ვიდეოში, რომ მონათესავების სულების ურთიერთობა ცოტა სხვანაირი, კარმულში სხვანაირი სიტუაციები და აქ კარმული თემა არის რა. მაგრამ აქ ინფორმაცია უფრო უმეტესობა იმათთვის, ვინც ახლა მართლა ნუ არ აბრალებდნენ ყველაფერს თავის პარტნიორს და ან პარტნიორებს უბრალოდ იღებდნენ იქიდან ინფორმაციას, ანუ ჩემში რა უნდა კიდე რაზე უნდა ვიმუშაო, რომ უფრო კარგი და კარგი ვიყო და აი ვინც ასე აკეთებს, იმას მე სამყარო მართლა დიდ საჩუქარს ჩუქნის. ზოგს ახლა მართლა ან ესეთი ადამიანი შემოდის მის ცხოვრებაში, რომელიც იტყვი მე რომ ღმერთო მართლა დავიმსახურე და ან თავისი პარტნიორი თუ ახლა მართლა დამღუპველი სიტუაცია არა და ცემატ ყეფა ლანძღვა გინება და რაღაცები არ იყო და ძალიან სერიოზული რაღაცები ისეთები, ისიც მე მართლა უკვე იცვლება და სიტუაციები მე უკვე გეძლება თქვენ ბედი რომ კიდე გააგრძელოთ ურთიერთობა. მიხვდით? იმიტომ არის რომ ყოველთვის ჩვენს თავზე უფრო მუშაობ და არა პარტნიორზე. პარტნიორი ჩვენი მეშვეობით ისიც შეიცვლება თუ საჭიროება მოითხოვს. всё, გაკოცეთ, ბევრი მიყვარხართ ძალიან.